დავიწყე სუფხარჩოს კეთება გოგოებო და დავიწყე ჩაწერად ვებ ხორცს საქონლის ხორცს მოვქაფავ ახლა კარგად მოვქაფავ ჩემო ძვირფასებო ესე კარგად მოვქაფავ და პირველ პირს გამოუცვლი ამ წყალს გამოუცვლი ახლა ამოვალაგებ ხორცებს ახლა მე ამოვალაგებ ამ ხორცებს ჩემო კარგებო და გადავღვრე წყალს კი არ გადავღვრე სუგრიებს ჩაულბობ პურს ვიცა ამოვცალოთ ამოვალაგე ხორცები გამოუცვლი წყალს და ეხლა მდუღარე წყალი უნდა დავასხა ხარშვის დროს რომ არ გამაგრდეს ხორცი იცოდეთ ეხლა ცივი წყალი არ დაასხათ აი ამ დროს გამოუცვალე წყალი მეგობრებო და ქვაფშივი ავადუღებ და მდუღარეში ჩავალაგებ იმ ხორცის ნაჭრებს გაცხელდა წყალი მეგობრებო და ჩავყრი ახლა ხორცს კიდე გიმეორებთ ხორცთან უნდა იყოს ცოტა მსუქანიც რომ ნამდვილი აი ამ დროის სადილია ტყემალი და ალუჩა რო ასხია ხეებს ეს ხორციც აღმოაჩინე მაცივარში აი შენახვა იმიტომ მიყვარს და ძალიან გამეხარდა ხო ეხლა ეს მოიხარშება კარგად სანამ ხორცი დრუხს კარგად მეგობრებო აი ესეთი წესით გააკეთეთ რომ გემრიელი გამოგილეთ ამასობაში მე ტაფაში ვათავსებ დაჭრილ ხახვი უნდა იყოს ცოტა მსხვილად დაჭრილი ერბოში ან კარაქში ვინდათ თუ არ გაქვთ ზეთიც შეიძლება მოშუშება ხახვი მეგობრებო აგერ მაქვს დაჭრილი პამიდორი არ გაქვთ თქვენ იმიტომ ხელქელქა და თქვენზეა დამოკიდებული როგორ სიყიდით და ხახვი რომ შევარდისფერდება ჩავყრი პამიდორს და ეს მინდა გაჩვენოთ ეს არის კიდევ ტომატ პასტა გოგოებო და ამ ტომატ პასტის გაკეთების რეცეპტს კი არა ესე რომ დავაფასო მაგასაც უეჭველი გადავიღებ და გაჩვენებთ ჩემო ძვირფასებო და ლამაზებო და კოხტებო გოგოებო და ბიჭებო ესი კოხტად შევარდისფერდა ხახვი გოგოებო ეხლა ჩავაგდებ პამიდორს და ჩავაგდებ ამიტომ გაკეთებული ტომატ პასტას ესე გაყინე ამას ესე კოხტად ეხლა ჩავუწე და დავაფარებ თავსახეს სულ ოდნავ ამ პამიდორებს მოვაყრე შაქარს და დავაფარებ თავსახეს მოვაყარე შაქარი ჩემო ლამაზებო დავაფარებ თავსახეს და ძალიან ჩაწეულზე დავჩავშუშავ ახლა რა უნდა გითხრათ მეგობრებო ჩემი კერძი დაახლოებით არის 3 ლიტრამდე ეგრე გამოვა რა 1 ლიტრ წყალზე ბრინჯი ივარაუდეთ სუფრის კოვს ნახევარი 1 ლიტრ წყალზე სუფრის კოვს ნახევარი ბრინჯი კარგად დაიმახსოვრეთ აქ-ამაკ ალუჩები და ტყემდები მწვანილი ყველანაირი ქინძი პეტრუშკა მიახური კამა რაც კი მქონდა ყველაფერი დავჭერი მწარეწი და კასჭრი მიური დავჭყლიტე და ეს ნახოთ აი ნახეთ ესეც როგორ ითუშება და რო ჩაითუშება კარგად მერე გავაგრძელებ გოგოებო და ბიჭებო ეხლა მე აქ მაქვს ძალიან მწარი აჯიკა ეს რა დარჩა და ბარემბანკაც მოვასუფთავ თქვა და დავამატებ აქ რომ მწარეები გვიყვარს და რა გავაკეთო ხო და უკვე ხორცი შეხარშვის პროცესია ამ ქაფსაც წამოვხდი და ჩავაყრი ბრინჯს უკვე აი ამ მდგომარეობაში რომ შეატყობთ რომ უკვე იხარშება ხორცი მეგობრებო ეჭვი არ გაგიჩნდეთ ეგრევე რომ ჩავყარე პავიდრები და მთელი ამბები შაქარი მოვაყარე და აი ესე გამოუშვა თავისი სიმჟავე წვენი და სულ ჩაიშალა უბრალოდ ხელქერქა პამიდორი იყო ძვირფასებო და თქვენ რა ვიცით აი ასე კიდე იშუშება
ბრინჯი უკვე ჩაუძახე ქვაბში. ამ მოშუშულ პომიდორში ჩაუძახე მწვანილებით, ნიორიც გოგოებო და ბიჭებო. ესეც ცოტა ხანი გაიქნება გაზზე და გამოვთავ. მოიხარშა ჩვენი ხორცი და ბრინჯი მეგობრებო და ეხლა ჩავაყრი ამ მოშუშულ პომიდორს, რაც განახეთ. ასე გამოიყურება გოგოებო და ბიჭებო და ეხლა ამ მომენტში უკვე დამთავრების მომენტში სანამ მარილით შევაზავებ, უნდა ჩავაყარო ალუჩა და თემალე. აი ასე, სულ ბოლოს ძალიან არ ჩაიხარშოს და ეხლა მარილი დღას შევაზავებ და დასრულდა ჩვენი კერძი. უკვე მთავრდება ჩვენი კერძი მეგობრებო და დავაყრი ხარჩოს სუნელს. და ძალიან უხდება. აი ასე. სულ ბოლოს და დავურებ მეგობრებო, ეს კერძი რაც გავაკეთე, ხო, შეიძლება გამოვაცალო ძვლიდან ჭლეები, მაგრამ ჩვენ ესე გვიყვარს და ეს სადვილია თუ კერძია, რაც გინდა დავარქვათ, გავაკეთე ჩემი დედამთილის, დედის, ქალბატონი ნინას რეცეპტით, რომელიც ესე ამზადებდა და ხელებში უყურებდი სულ მე პატარა 17 წლის გოგო და აი მის მაკეთი ვაკეთებ, აი ესე კარგს გემრიელს, რომ თითებს ჩაიკვნეთ რა, ისეთია და აბა ამოღებულსაც გაჩვენებთ. აი გამოიყურება აი ასე მეგობრებო, გემრიელი კი არ არის უგემრიელესი. გააკეთეთ ესეთი წესით და გემრიელად მიირთვით. როგორც მოვახერხე, ეგრე ჩავწერე. მიყვარხართ თქვენი დალის გემრიელობები, გკოცნით.